დროა ჩვენი გადაცემის უკვე დასკვნითი ნაწილი დავუთმოთ არაჩვეულებრივ მუსიკალურ ჰანგებს, რომლის შემდგომაც უკვე დაგიბრუნდებით იმ საინტერესო თემაზე საუბრით, რისთვისაც შევიკრიბეთ დღეს. ალღა მოდის, გაიხედეთ. ოქროს ალღა მოდის. გაზაფხულის პატარძალო ენძელაო ესამთარი იცი როგორ მერძნელაო შენი სუნთქვა გულსმალამოდ ედებაო გულისევა ნათლება დამაზევადებაო შენი სუნთქვა გულსმალამოდ ედებაო გულისევა ნათლება დამაზევადებაო შიგული არ დამერდებაო სიყვარული მადულას ბერდებაო სიყვარული შიგული არ დამერდებაო შენი სუნთქვა გულს მალამოდ ედებაო გულისევა ნათდება და ზევადებაო სიყვარული მადულობ ერდებაო სიყვარულში გული არ დამერდებაო გაზაფხულის პატარძალო ენძელაო ეს ამთარი იცი როგორ მეძლებაო სიყვარული მადულას ბერდებაო სიყვარულში გული არ დამერდებაო სიყვარული მადულას ბერდებაო სიყვარულში გული არ დამერდებაო გაზაფხულის პატარძალო ენძელაო გაზაფხულის პატარძალო ენძელაო ძალიან დიდი მადლობა გთხოვოთ რომ შემოგვიერთდნენ დანარჩენი წევრებიც. წევრები და მოკლედ ვუთხრათ მაყურებელს რაშია საქმე 11 ივნისის წლის სიმღერის კონკურსში ოქროს ტალღა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ეს არის პროექტი, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება. დავეტია ყველა სწორედ რადიო ჰოლდინგ ფორტუნას ასე ვთქვათ ინიციატივით, რომელიც ავლენს ყოველწლიურად როგორც დამწყებ მომღერლებს, ასევე უკვე შემდგარ მომღერლებს და შესაბამისად სხვადასხვა ნომინაციაში ვლინდებიან გამარჯვებულები და მე ვიტყოდი რომ ეს არის უპრეცედენტო მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია ამ ტიპის, რადგანაც რადიო, ასე ვთქვათ, სივრცეში მსგავსი რამ ჯერჯერობით არ განხორციელებულა. მოკლედ ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ისაუბრებს სწორედ პროექტის ხელმძღვანელი ორგანიზატორი ღონისძიების თათა სადრაძე რადიო ჰოლდინგ ფორტუნას საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ასევე რადიო ფორტუნას მენეჯერი უნდა ყოლოდა დღეს ჩვენ აქ სტუმრად ნატა, მაგრამ აქედან მოვიკითხოთ. მოკლედ ნოდიკო ტატიშვილი შემოგვიერთდება. ერთი ადგილი დავიტოვეთ ზუსტად ნახე ნოდიკოს იმედია მოესწრებს. ნუ მაყურებელი ალბათ მიხვდა, ჩვენი სტუმარია ქართული ხმები, ჩამოვთვლი აქვე დათო არჩვაძე, დათო კიკაბიძე, ზურა ბაკურაძე, კახა გრიგალაშვილი, დავით უგრელიძე, ლევან ვეშაპიძე, გივი ბაკურაძე, გიგა აბესაძე და იასონ მეუნარგია. ხო, ნამდვილად ვერ ხედავ, არა. ყველა ჩამოვთვალე. მოკლედ მოვიკითხოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენ ერთად არის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ნამდვილად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ბუნებრივია არა მხოლოდ რადიო ჰოლდინგ ფორტუნას
უყვარს განსაკუთრებით ჩვენი ქართული ხმები, როგორც უფროსი თაობა, ასევე ჩვენი გამორჩეული ბიჭები, არამედ სრულიად საქართველოს. თათა, საქართველოში არაერთი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია გამართულა, იმართება კიდეც, მაგრამ ოქროს ალღა არის ამ ყველა კონკურსის. დიდად განებივრებულები არ ვართ, მე ამას ვიტყოდი, დილამშვიდობის და დიდი მადლობა, რომ მადლობა თქვენ რომ ესე ადრიანად მოხვედით ჩვენთან. მოვახერხეთ. ხო, რაც შეეხება კონკრეტულად ოქროს ტალღას, რადიო ჰოლდინგ ფორტუნას ინიციატივით, ფორტუნა პლუსი ავტორადიო და არ დაიდარდო, როგორც მომღერლები საუბრობენ ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი გენერალური დირექტორის თამარ ჩიგოგიძის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება დაჯილდოების ცერემონია. ჩვენ არ გვყავს სპონსორი სამწუხაროდ, ეს არის აბსოლუტურად ჰოლდინგის ფინანსებით გაკეთებული დაჯილდოება. ეს ერთხელ დასრულების თუმცა როდესაც სპონსორი იქნება, მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ის ჯილდოები, რომელზეც თქვათ მომღერლებს უნდა კონდეთ გარკვეულწილად გათვლა, უფრო დიდი თანხა იქნება, თუმცა წელს არის წლის სიმღერის ტიტულის მფლობელისთვის 5000 ლარი ჰოლდინგ ფორტუნასთვის. 5000 ლარია. რა თქმა უნდა, თუმცა მე ვიცი რომ ძალიან რადიო პრინციპში მოგვარებული რო იყოს ეს თემა მომღერლებისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი პოპულარიზაციისთვის და ეს ალბათ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების არსებობა და თუ ეს ჩვენი გამორჩეული მომღერლები არ შემოიტანენ ჩვენთან სიმღერებს, მიუხედავად იმისა, რომ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან თუნდაც ფორტუნა პლუსში მიკიდა მეთანხმება, ჩამოგდის ხოლმე ყველაზე ცხელცხელი ჰიტები, მიუხედავად ამისა, რადიო ვერ იცოცხლებს. იმიტომ რომ ამ დაჯილდოების წამყვანი ვარ მე, ერთ-ერთი გვანცასთან ერთად რა თქმა უნდა, მე ასე თუ ისე გაცნობიერებული ვარ უკვე და ვიცი რა ხდება შიდა სამზარეულოში, მაგრამ მოგვიყევი მაინც როგორია სამზადისი ეს. ჯერ რატო არიან ბიჭები სტუდიაში კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ეს გამორჩეული ადამიანები არიან ჩვენი რჩეულები და მათ უკვე აქვთ ერთი ოქროს ტალღა სახლში, თუ სტუდიაში არ ვიცი ერთი ამდენ როგორ გაიყავთ ერთი ტალღა ამდენ დათოს მიაქონა ძირითადად ხო არ ვიცი რა მოხდება წელს მონოპოლია დიდი ტალღაა და სერიოზული მონოპოლია ჩაგდებული გასაგები ან დათოს მოდი ჩამოთვალოთ მონაწილეები თათა და ნომინაციებიც აქვს და ნოდიკო შემოგვიერთდა და მიხარია ნოდიკო არის ოქროს it's okay it's all right მოგესალმებით. ამაგარიდია, ნოდიკო არის შარშანდელი ოქროს ტალღის გამარჯვებული, თავარი ნომინაციათან წლის. მოდი ვკითხოთ სად დაიხარჯა ის 5000 ლარი, რომელიც გადაეცათ სოფო გელოვას და ნოდიკო ტატიშვილს, ესენი არა მხოლოდ წლის სიმღერის ტიტულის მფლობელები არიან, არამედ წლის დუეტი. იმიტომ რომ ევროპაში გახარჯავდი თავის. ნოდიკო სოფოსის არგანაც მათ გვასახელეს მასშტაბურ კონკურსზე, უკვე ევროვიზიას გულისხმობ. ნოდიკო წელს როგორი მოლოდინები გაქვს, როგორი ემზადები ოქროს ტალღისთვის, მე ვიცი რომ დღეს მაგალითად აქ სიმღერის პრემიერა უნდა შედგეს. კი. პრინციპში ამ სიმღერას დღეს პირველად ვიმღერებ თქვენთან ეთერში, მოგესალმებით პროგრამაში. ძალიან მაგარი დილა, იმიტომ რომ ესეთ მაგარ ადამიანთან ერთად მიწევს პრინციპში გამოფხიზლება. ჩვენთვის იყო წარმატებული პირველი ოქროს ტალღა, იმიტომ რომ ავიღეთ მთავარი პრემია პლუს 5000 ლარი და გავხდით წლის დუეტი. რაც შეეხება ამ წელს, მე მაქვს ძალიან ისეთი კარგი მოლოდინები. იგი ცოტა გამოვიდა და მაინც რომ გაყოფილიყო რომ გასაგებია ორმა გაიყოს 5000 ლარი, ვიდრე დავუშვათ ამდენ. ორმა ვიდრე. დას გეყოფოდა. მე და საფოგელოვმა გავიყო. ჩვენ მაინც კიკავიძეს გავატარებთ როგორც ჯილდო. ესე იგი, თათა, სწორედ ამიტომ არის სპონსორი ყავდეს დაჯილდოებას, რომელიც გაზრდის საპრიზო ფონდზე. ზოგადად მე მინდა თქვა რომ ძალიან მაგარი პროექტია ეს. ერთმანეთს 5000 ლარის გული. სწორი გადაწყვეტი რეკორდი საღამოს დაიხარჯავდა ეს თანხა, თუმცა მთავარი მიზანი ამ თანხის არის ის, რომ კიდევ ერთი გემოვნებით შერჩეული სიმღერა შეიქმნას და ამაში დარწმუნებულები ვართ, ვინც ხდება წლის სიმღერის ტიტულის მფლობელი, ეს ადამიანი ბუნებრივია წერს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ჰიტს, რომელიც ხოთ შეშოთი რადიოსადგურში შეიძლება იმყოფინო და ჩაწერო ერთი ძალიან კარგი სიმღერა. ნოდიკო, როგორც წინა ოქროს ტალღის მთავარი ჯილდოს მფლობელს მინდა კითხო, რამდენად არის ოქროს ტალღა მოტივატორი და რამდენად არის ის ახალი ენერგიის და სიცოცხლის მიმცემი ამ ქართული მუსიკალური სივრცისთვის, როგორ შეაფასებ შენ? ჯერ ერთ ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს ყურადღება. და ის რომ მის ნამუშევარს აფასებენ. მომღერლების შემთხვევაში, მუსიკოსების შემთხვევაში ეს არის უფრო გამძაფრებული და გაორმაგებული, იმიტომ რომ ჩვენს გვიყვარს რა ყურადღება. და რაღაცნაირად ჩვენი ნამუშევრის დაფასება შესაბამისად
რა თქმა უნდა არის мотиваტორი და კიდევ ერთხელ აი წეგან ვამბობდი რომ ძალიან მაგარი პროექტია იმისთვის რომ რაღაცა უფრო მეტი ენთუზიაზმი გქონდეს უფრო კარგი სიმღერები ჩავწეროთ მე ეს სიმღერები მივიტანოთ რადიოებში და წლის ბოლოს მივიღოთ 5000 ლარი თუ არა რომელიღაცა მოკლედ რეალურად სიმცი არ არსებობს ამის გარდა სადაც შეიძლება რომ შენ შემოქმედებაზე რაღაც აქცენტი გაამახვილო გესიამოვნოს გაგიხარდეს დაგაფასონ და ასე შემდეგ. ერთადერთია. ხო, დღესდღეობით ერთია. რადგან ყველა გასულ წელსაც იყავით, ვინც წელს ხართ როგორც რადიო ჰოლდინგ პორტუგალიის წარმომადგენელიც. ხო, გაქვს ამის მიზეზი ნამდვილად. გასულ წელსაც ყველა აქტიურად იყავით ჩართული და წელსაც შესაბამისად გასულები ვიყავით და გავედით მოკლედ. შესაბამისად ხო, საინტერესოა ცვლილება, რომელიც ამ წელს არის, რამდენად გაიზარდა მონაწილეების რაოდენობა, რა შეიცვალა და წელს შემოსულია 60 სიმღერა 2014 წელს გულისხმობ, რადგან ვაჯამებთ 2014 წელს და რაც შეეხება ნომინაციებს, გვაქვს სიახლე, ეს არის ჟანრობრივად გადანაწილებული სხვადასხვა ნომინაცია, თუნდაც წლის ჰიპ-ჰოპ სიმღერა, წლის ქალაქური სიმღერა, რაც ჩვენ არ ქონდა წინა დაჯილდოებაზე, წლის როკ სიმღერა, წლის დებიუტი და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი პოპ, რა თქმა უნდა, როგორ შემახსოვნა, პოპ სიმღერა, წლის პოპ სიმღერა. რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, ეს არის ხალხის იგივე ინტერნეტის რჩეული. აქ როგორ შეგვიძლია ჩვენ რო ჩავერთოთ, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია, ხო? არ ხარ ჩართული G, ოქროსტალ და წერტილი G შეხვალთ. მირიას დააბრალეთ ყოველდღე ჩემთან ერთად არის და ჯერ ჩემი ფავორიტისთვის ხმა არ მე ვისაგებლებ მაშინ შემთხვევით და ვეტყვი GDS-ის მაყურებელს თუ მოახერხებთ აუცილებლად შედით საიტზე Golden Wave წერტილი G ან ოქროსტალ და წერტილი G ნებისმიერ შემთხვევაში მოხვდებით იქ, სადაც უნდა მოხვდეთ და აირჩევთ თქვენთვის სასურველ სიმღერას, მისცემთ ხმას და რა თქმა უნდა სწორედ თქვენი აქტივობით გამოვლინდება ამ კონკრეტულ ნომინაციაში გამარჯვებული. თუმცა სამზადისია უკვე ვიწყებთ 2015 წლისთვის მზადებას, ძალიან ბევრი სიმღერა დაპრემიერებული 4-ვე რადიო სადგურში ხომ აქტიურდებიან ბიჭები და რაც მთავარია ქართული ხმები ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და სხვათა შორის სულ ახლა ხანს იყო ის გამორჩეული ამბები, რომელზეც თქვენ უფრო ისაუბრებთ და თო გამეხმარეთ კახარა თვალა არა გაინტერესებს გამორჩეული ამბები აუცილებლად წარმატებულია ბალტიისპირეთი ქონდა მართლა და სამივე ქვეყანაში, ანუ სამივე დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ მიღებებზე ვიყავით ოფიციალურად წარმოდგენილები და ჩვენი წარმომადგენლები იყავით. ხო, მოკლედ წარმოგადგინეთ ღირსეულად ამაში აიჭვი არ გვეპარება. ერთი კონცერტი ქონდა იურმალაში, ძინტარში. ახალდარბაზში. იქ არის როგორც გედარბაზი, ასევე დახურული დარბაზი, რომელიც ახლა გარემონტა და პირველი სოლო კონცერტი იყო ქართული ხმების და ლატვიური ხმების. და 5 წუთის განმავლობაში აპლოდისმენტები არ ცხრებოდა. მე ამის ვიდეოც ქონდა, ჩვენ ოფიციალურ გვერდზე დავდეთ, როგორც კი გავიგეთ ჩვენი ქართული ხმები გაემგზავრნენ და ესეთი აჟიოტაჟი მოყვა ამ ყველაფერს. თუმცა ყველა კონცერტი ესეთი გამორჩეულია. ყველა ჩვენ კონცერტ შორის მართლაც გამორჩეული საღამო იყო ძინტარში, იურმალაში. ზეგ მივდივართ ახლა კრაკოვში. ანუ გაცილებთ ეს ამბები გავიგეთ და ხო კრაკოვიდან ჩამოსვლის. აქ იმიტომ მოვედით რომ დაგემშვიდობოთ რო ჩამოხვალთ ნუ იმედია ეს არის. როგორც ვიცი არ გვაქვს უფლება თქმის ვინ არიან ჟიურის შემადგენლობაში. სამწუხაროდ წელს არ გვაქვს უფლება, თუმცა მერწმუნეთ რომ კომპეტენტური ადამიანებისგან შევკრიბეთ ჟიურის წევრები არიან კომპეტენტური ადამიანები აბსოლუტურად. არა. მე მონაწილე ძირითადად. დავაბნიოთ ცოტა მაყურებელი. ინტერესთა მაყურებელი. კონფლიქტი იქნებოდა სავარაუდოდ და საქართველოში ყველაფერი ასე ხდება. რომ ის იმის მეგობარია, ეს ამის მეგობარია. სხვათა შორის ძალიან გაუმარტივდათ არჩევანის გაკეთება ჟიურის წევრებს და უღრმესი მადლობა მინდა უთხრა მათ პირდაპირ ეთერის მეშვეობით თუ რა თქმა უნდა გვიყურებენ და ეჭვი მაქვს რომ გვიყურებენ. თვალყურს ადევნებენ ჩვენს აბსოლუტურად ყველა სიახლეს, თუ კი სადმე შუქდება ოქროს ტალღა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ GDS რომ დაინტერესდით და გეტყვით რომ არ ვიცი რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეს, თუმცა მათ კომპეტენციაში არავის ეჭვი არ ეპარება და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ სწორი არჩევანი. თუ მაყურებელს არ უნდა რომ გული დაწყდეს, რომ სხვა გახდა გამარჯვებული უკვე გითხარით, როგორც უნდა იაქტიურად ძალიან მარტივად სახლიდან პირდაპირ მოусმინეთ, შეაფასეთ და ხმა მიეცით. ნოდიკოს უნდა ვთხოვოთ, რომ ჩვენი სცენისკენ გადაინაცვლოს. ოღონდ გითხარი რას გვიმღერებ ეს სიმღერა? გვიმღერებთ ჩემს ხო. ბიჭები გავები მაგარი. თუმცა ნოდიკო ამერიკაში მიემგზავრება, საქველმოქმედო კონცერტი იმართება. ჩვენ ვუამბეთ სხვათა შორის კი მაყურებელს სიუჟეტი გავიდა ჩვენ. ხო, მაგრამ 19-ში ფილადელფიაში, 20-ში ნიუ-იორკში მღერით.
და იქაც თუ შემომიერთებით ძალიან არის იქნება შანსია. ნიუ-იორკში ვერ დაკვირდებით, მაგრამ ფილაში შეგვიძლია პასუხი. მე ხა შეგისმენთ გელაკნულიძის სიმღერას, რომელსაც ჩვენ შევძლებთ, ლექსის ავტორი გახლავთ გიორგი პავლეშვილი, იგივე რეპერი, მასტერი. და ეს სიმღერა მიუძღვენი ბავშვებს და მგერი მათთვის და ამაზე გადავიღეთ ვიდეო, ეხლა ალბათ უკანა ფონზე გავა ვიდეოს და სიამოვნებით მოგისმენთ. სცენისკენ თათა მოდი მაყურებელს შევახსენოთ უკვე 11-ში გაიმართება 11 ივნისი ოტიუმი, სადაც წლის სიმღერის დაჯილდოება გაიმართება, წლის მუსიკალური გამიხარდა, წლის მუსიკალური დაჯილდოება გაიმართება. მოკლედ დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. წარმატებას გისურვებთ უკვე თქვენ იქ სადაც მიემგზავრებით. თათა უკვე შენ და საკუთარ თავსაც და რადიო ჰოლდინგ ფორტუნას უსურვებ რომ ოქროს ალღა იყო ძალიან წარმატებული და გიტოვებთ ნოდიკოს უკვე არაჩვეულებრივი სიმღერით, როგორც თვითონ აღნიშნა, ბავშვებს მიეძღვნა, ამიტომ მოდი ჩვენს განსაკუთრებულად მისი დღევანდელი სიმღერა ჩვენ ყველაზე პატარა მაყურებლებს მივუძღვით. მაყურებელს ხვალამდე ხვალ დილით ისევ შევხვდებით ერთმანეთს 8:30-დან. მადლობა რომ გვიყურებთ. დროებით. გზაზე მუნამ წინ